ისნის რაიონში 109 საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის ეს დაწესებულება დედაქალაქში ყველაზე დიდია. ახალი შენობა ძველი ავარიული ნაგებობის ადგილას აშენდა. საბავშვო ბაღი დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. ახალი სააღმზრდელო წელი 109 ბაგა ბაღის აღსაზრდელებმა განახლებულ შენობაში დაიწყეს. საბავშვო ბაღი, რომელიც 20 ჯგუფისგან შედგება, 600-მდე ბავშვს აღზრდის. ბაღში სკოლამდელი განათლების, უსაფრთხოებისა და კომფორტის კუთხით ყველა პირობა შექმნილია. წელს კი პირველად ბავშვთა აღრიცხვისთვის ელექტრონული სისტემა ინერგება. ბავშვი უზომოდ კმაყოფილია და რაც შეეხება მის უსაფრთხოებას ვთვლი, სრულად დაცულია. მოგვეწონა ასევე ჯგუფები, პედაგოგები. ყველა მოთხოვნა, რაც არის, დაკმაყოფილებულია. ყველანაირი რესურსი არის საიმისოდ, როგორც ხედავთ თქვენც. სივრცეები არის მოწყობილი როგორც ეზოში, ასევე სახურავზე. ბაგა ბაღი, რომლის დემონტაჟიც ავარიულობის გამო მოხდა, ახლა ხანძარს საწინააღმდეგო და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებითაა აღჭურვილი. ბაღს აქვს ტერასა, რომელიც სპორტული ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი. შენობა გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც და აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის სამზარეულოში უჟანგავი ტექნიკა გამოიყენება. სკოლამდელ განათლებაზე მოთხოვნა არის მზარდი დედაქალაქში, ამ მიზნებს ემსახურება და მის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვას ახალი საბავშვო ბაღების განხორციელების პროექტები. მე მინდა ვთქვა, რომ 109 ბაღი არის ყველაზე დიდი ბაღი დედაქალაქში. თბილისის მასშტაბით 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და 6 ახალი დაწესებულება შენდება. უახლოეს დღეებში კი კიდევ ერთი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნება. დედაქალაქის მერია ბაგა ბაღების რეაბილიტაციასა და ახალი ბაღების მშენებლობას მომავალშიც გეგმავს. ხედავთ, როგორი კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ქალაქს კიდევ შეემატება ახალი აშენებული ბაღები, ძველები, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. 2025 წელს სააღმზრდელო პროცესში ჩასართავად 15,000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა. ახალი სასწავლო წელი კი ჯამში 60,000-მდე ბავშვმა დაიწყო.